მოგესალმებით, მე ვარ ანა კვირიკაშვილი, 6 წლის ვსწავლობ მერვე საჯარო სკოლაში, ვარ პირველ კლასში. ბოლო ორი თვე მე დავდიოდი AI-ის კურსებზე და ძალიან ბევრი რამ ვისწავლე, რომელსაც ახლა თქვენთან ერთად კიდევ ერთხელ დავუვლით. ბევრი ალბათ ChatGPT-ს იყენებს, მაგრამ ChatGPT-ს გარდა ბევრი ახალი ხელსაწყოა. მაგალითად, Gemini, Notebook-LM, iStudio და ასე შემდეგ. მოდით დღეს გამოვიხილოთ რა ფუნქციები აქვს Gemini-ს. მაგალითად, შევდივართ Gemini-ში, ვირჩევთ ფოტოს გაკეთება გვინდა ტექსტის თუ ვიდეოს. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია პრომპტის დაწერა. გაინტერესებთ რა არის პრომპტი? მაგალითად, როგორც ჩვენ მასწავლებელი გვაძლევს დავალებას, ჩვენც ისე უნდა მივიცოთ დავალება ნებისმიერ ხელსაწყოს. მაგალითად, გვინდა გავაკეთოთ ფოტო ან ვიდეო, სადაც ბავშვები სკოლის რეჟიმში არიან. ამისთვის თუ ვიდეოს შექმნა გვინდა ვიდეოს შექმნას ავირჩევთ, თუ ფოტოს შექმნა გვინდა ფოტოს შექმნას ავირჩევთ. ეხლა მაგალითად დავწეროთ პრომპტი, გამიგენერირებ ფოტო, სადაც ბავშვები სკოლის რეჟიმში არიან. და ვნახოთ რა გამოვა. ჩვენი ფოტო მზად არის. ახლა მოდით სადაც როგორ ვიდეოს გააკეთებს. ახლა მე დავწერე იგივეს, მაგრამ ფოტოს, მაგერად ვიდეოს გავაკეთებ. და აი ნახეთ როგორი ვიდეო გამოვიდა. გარდა ამისა, Gemini-ს ლამაზი დოკუმენტების გაკეთებაც შეუძლია. მაგალითად, როგორც პრეზენტაციები კეთდება. პრეზენტაციებზე შემდეგ გადაცემებზე კიდევ ბევრს გესაუბრებით, ახლა კი Gemini-ს შევაჯამოთ. ანუ როგორც ვთქვით, Gemini-ს შეგვიძლია გავაიყენოთ ტექსტის დასაწერად, ფოტოს დასაგენერირებად და ვიდეოს დასაგენერირებად. გააჩნიათ თქვენ რომელი გჭირდებათ, უნდა გამოიყენოთ. მე დღეს ამ საკითხებით გავშლებოდით, შემდეგში კიდევ ბევრ ხელსაწყოს გავსწავლით. ახლა კი ნახვამდის.